11 საცხოვრებელი კორპუსი დევნილთათვის ბათუმში, გზების რეაბილიტაცია, მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა ონში, გორის წყალსადენის სისტემის განახლება, საირმის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და დარიალის წმინდა მთავარანგელოზის მონასტრის კეთილმოწყობა. ყველა ეს სამუშაო რეგიონული განვითარების სამინისტროს სამშენებლო კომპანიამ გასული წლის განმავლობაში შეასრულა. უწყებამ წლის ანგარიში კონფერენციაზე წარმოადგინა და 2012 წლის გეგმებზეც ისაუბრა. კომპანიამ ანაკლიაში ახალი სასტუმროსა და იმერეთში ქვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა უნდა დაასრულოს. ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რომელიც მივიღეთ. მინდა გითხრათ, რომ მისი ბრუნვა 1-10 გაიზარდა, იყო უამრავი გამოწვევა, იყო უამრავი პროექტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტექნიკურად საკმაოდ მნიშვნელოვნად აღიჭრვა ეს კომპანია, უამრავი ინოვაცია გამოიყენა, თუმცა ახლა არის წელი, რომელიც იქნება სამშილოვანი ამ კომპანიისთვის. კომპანიის ბრუნვა განაპირობა იმან, რომ კომპანია არსებულ ბაზარზე შევიდა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ, ჩაერთო ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელსაც სახელმწიფო აცხადებდა სამშენებლო ბაზარზე. ეს არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ინიციატივა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან, რომელსაც ჩვენ და დარწმუნებული ვარ სხვა დონორებიც მიესალმებიან. მოგეხსენებათ აზიის განვითარების ბანკი ინტენსიურად აფინანსებს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას საქართველოში.